ცოდვა არ არის აუცილებლად რაღაცის ჩადენა. ჩამიდენია კიდევაც, ჩავდივარ კიდევაც, მაგრამ რომც არ მქონდეს ჩადენილი და არ ჩავდიოდე, მაინც ცოდვილი ვარ, იმიტომ რომ ცოდვა ეს არის მდგომარეობა, რომელიც ხანდახან ვლინდება საქმეებში და დანაშაულში. და თუ ეს დანაშაული არ არსებობს, მდგომარეობა მაინც არსებობს. რა მდგომარეობაა ეს და რატომ არის ცუდი? ესეც ვიცით, ეს არის მდგომარეობა, როცა მე ღმერთთან ყოფნა არ ძალმიც, არც მინდა, არც მენატრება, არც მჭირდება, არც განვიცდი. შედეგად ამას რა მოყვება? შედეგად ამას მოყვება ის, რომ მე ვერ ვამყარებ კავშირს სამყაროს შემოქმედთან, არც ვამყარებ და რჩებია გამოკეტილი აი ამ ქმნილ სამყაროში და მარადიული სიცოცხლის პერსპექტივა წართმეული მაქვს. ანუ ცოდვა ეს არის უღმერთობა. რა ფორმითაც არ უნდა იყოს. უღმერთობა როგორც კაცის მკვლელობა, უღმერთობა როგორც წარმართობა, უღმერთობა როგორც ნებისმიერი უსჯულოება და გარყვნილება, უღმერთობა დემონური მდგომარეობა, უღმერთობა პირუტყული მდგომარეობა და უღმერთობა უბრალოდ როგორც უღმერთობა, როცა არაფერს აშავებ. მაგრამ მაინც უღმერთობა, აი ბოჩოლა ხარ და არაფერს აშავებ. მაგრამ უღმერთო ხარ. საბოლოო ჯამში შედეგი ერთ და იგივე იქნება ყვლელისთვის და ბოჩოლასთვის. იმიტომ რომ სიცოცხლეზე ორივე თქვა უარი და არ აქვს მნიშვნელობა მიზეზს.